განვიხილოთ schema მარტივესი მოდელი, სადაც შემოვახერხებთ ტრანზისტორი გავხსნათ ან ჩავკეტოთ. საკმარისია დავაკვირდეთ ჩვენს ვირტუალურ მოდელს და ვინახავთ, რომ ჩვენ გვაქვს კვების წყარო აკუმულატორის სახით, 12 ვოლტიანი აკუმულატორის სახით, რომელთანაც პარალელურად ჩართულია პოტენციომეტრი. იგივე კვების წყაროში ჩართულია დატვირთვა ნატურის სახით, 12 ვოლტიანი ნატურის სახით, რომელიც მიმდევრობით არის შეერთებული ტრანზისტორთან. ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენ მივაწვდით კვებას, დავინახავთ, რომ დენი გადის მხოლოდ და მხოლოდ პოტენციომეტრში, მაგრამ არ გადის ტრანზისტორის ბაზაში, შესაბამისად ტრანზისტორი ჩაკეტილია და არ გადის დატვირთვაშიც. ეხლა შევეცადოთ გავხსნათ ტრანზისტორი, რისთვისაც მოვუმატოთ პოტენციალი, ესე იგი ბაზაზე ნულოვანი პოტენციალისგან განსხვავებით მივცეთ დადებითი პოტენციალი და დავაკვირდეთ, რომ ბაზაში გაიარა დენმა 0.55 მიასედი მილიამპერის ოდენობით. რამაც გამოიწვია ტრანზისტორის კოლექტორ-ემიტერი გადასასვლელის გახსნა, ვინაიდან კიდე ერთხელ ავნიშნოთ დენმა გაიარა ბაზა ემიტერის გადასასვლელზე, მცირე რაოდენობის დენმა და დაახლოებით 10-ჯერ მეტმა დენმა გაიარა კოლექტორ-ემიტერში, ანუ გახსნილ ტრანზისტორში. შესაბამისად ნატურა იწყებს ნათებას. დავაკვირდეთ, რა მოხდება თუ კიდევ უფრო მოვუმატებთ ბაზის დენს, ანუ ბაზის დენმა მიაღწია 2.24 მილიამპერს, კოლექტორ-ემიტერის დენმა 224 მილიამპერს. კიდევ მოვუმატოთ 3.75, 375. ესე იგი მარტივი დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ამ ტრანზისტორის გაძლიერების კოეფიციენტი ყოფილა 100. ასე, ესე იგი საკმარისია მივაწოდოთ 1 მილიამპერი ბაზაზე, კოლექტორ-ემიტერი გაატარებს 100 მილიამპერს. ამ შემთხვევაში ვაწოდეთ 3.75 მილიამპერს, ხოლო კოლექტორ-ემიტერის წერტში გადის 375 მილიამპერი. გავზარდოთ კიდე დენი 5.2 მილიამპერი, მაგრამ კი მართალია ბაზაში, უკაცრავად, კოლექტორ-ემიტერის დენი გაიზარდა, მაგრამ მან ვერ მიაღწია იგივე როგორც წინა შემთხვევებში 100-ჯერ მეტ რაოდენობას, ანუ 520 მილიამპერს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ტრანზისტორი დაახლოებით 5 მილიამპერის ბაზის დენის შემთხვევაში მთლიანად გახსნილი, ანუ გაჯერებულია და რაც არ უნდა გავზარდოთ ბაზის დენი, კოლექტორის დენი არ გაიზრდება, არანაირად არ გაიზრდება, ან თუ გაიზრდება ძალიან უმნიშვნელოდ, აი 22 მილიამპერი გვაქვს ბაზის დენი და ნუ ერთი შეხედვით თითქოს აქ უნდა ყოფილიყო დაახლოებით 2 ამპერი დენი. მაგრამ ნუ არ გაიზარდა, იმიტომ რომ ტრანზისტორი გაჯერდა, მეტის გატარება მას არ შეუძლია. ამიტომ დენი ბაზის კოლექტორის წერტში ვეღარ გაიზრდება. ასეთი შედეგები შეგვიძლია დავაკვირდეთ, მივიღოთ ამ